დარიალის ხეობაში სამაშველო სამსახურებმა დილიდან ინტენსიური მუშაობა განაახლეს. 2 საათის წინ განახლდა ბუნებრივი აირის სატრანზიტო მიწოდებაც. ადგილზე ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფება. სამაშველოები დღეისთვის მდინარის კალაპოტში დაბრუნებით სამუშაოებს დაასრულებენ. გრძელდება სამძებრო სამუშაოებიც. მეორე დაკარგული შესახებ კი დამატებითი ცნობები ჯერ არ არსებობს. ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს. გვანცა პაპალაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას დარიალის ხეობიდან. მე ახლა ვიმყოფები გზაზე, რომელსაც ფაქტობრივად მთლიანად აქვს გამოჩილი საფუძველი, სტიქია, მოძრაობა აქ გახადა შეუძლებელი. ფაქტობრივად გზა აღდგენილია და გაწმენდილია ზედა მონაკვეთზე, თუმცა რაც შეეხება ამ გზაზე სამუშაოებს დაიწყებენ მას შემდეგ, რაც თერგს, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, მოაქცევენ მარცხენა თავის თავდაპირველ კალაპოტში. ამისათვის უკვე გადმოიყვანეს ნეიტრალური ტერიტორიიდან რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და მას შემდეგ, რაც თერგს დააბრუნებენ თავის კალაპოტში, უკვე შესაძლებელი გახდება ზუსტი დროის თქმა თუ რამდენ ხანში არის შესაძლებელი ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობის აღდგენა. დღეს დილიდან სტიქიის ზონაში ჩამოვიდნენ მთავრობის წევრები. დღეისათვის მთავარი ამოცანა გახლავთ თერგის დაბრუნება მარცხნივ თავის პირველად კალაპოტში უკვე ქვემოთ საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიასთან. ამასთან დაკავშირებით უკვე ნეიტრალური ტერიტორიიდან მოვახერხეთ რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკის მარცხენა სანაპიროზე გადასროლა, რათა ორივე მხრიდან მოხდეს სამუშაოების წარმოება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე მოვახერხებთ კალაპოტის შეცვლას თერგისათვის. გზის მდგომარეობა ფაქტურად გამოსწორებულია, აღდგენილია, ხოლო რაც შეეხება ახალ დამეწყილობას, აქ მას შემდეგ რაც თერგს გადავაგდებთ გვერდით ამ მხარეს, ძველ კალაპოტში დაუყოვნებლივ დავიწყებთ მის გამაგრებას და შემდგომში აღდგენით სამუშაოებს ის ავალი ნაწილისის. სტიქიის ზონაში ჯერჯერობით არ უპოვიათ საქართველოს დაკარგული მოქალაქე, ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.